მოგესალმებით მეგობრებო, მაღაზია სპირტაურადან, მე დიმიტრი მანჯავიძე ვარ. სურს ერთი ვიდეო ჩავწერო, რაც შეეხება ჩვენს მაღაზიაში არსებულ სიახლეს. კონკრეტულად კი მინდა ერთგვარი პატაკი ჩაგაბაროთ ჩემს ძველ კლიენტებს და ასევე პოტენციურ კლიენტებსაც. თანამედროვე აპარატებს ვყიდი მოგეხსენებათ. ჩვენთან არის თანამედროვე სისტემის აპარატები. ეს აპარატები მე გადავწყვიტე გადამეყვანა ამგვარ კონსტრუქციაზე, კონკრეტულად ერთი ნიმუშია, მეორე ნიმუშია, მესამე ნიმუშია, ეს 150 ლიტრიანი ქვაბია, ეს 35 ლიტრიანი, ეს 50-იანი, ერთადერთი ნიმუში, რომელიც არ გადავიყვანე ამ სისტემაზე არის 25 ლიტრიანი აპარატი, არ მომიხერხდა მოკლედ. ეხლა რაც შეეხება ამ კონსტრუქციას, მეგობრებო, რა სისტემაზე გადავიყვანე აპარატები? ამ სისტემის აპარატს, ამ სისტემის სვეტს, უფრო თუ დავაკონკრეტებთ, ახლავს ორი ფუნქცია, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. და ამ ფუნქციების აღსრულება, ამ ფუნქციების შესრულება და მომართვა ხდება ძალიან მარტივად. მაგალითად, თუ ეს ონკანი არის ღია, ეს არის ორთქლით მიღების კვანძია. ორთქლით მიღების სისტემაზე გადავიყვანე ეს აპარატი. თუ ეს ონკანი ღიაა, მაშინ მიმდინარეობს დეფლეგმატორის მონაწილეობა პროცესში და შესაბამისად აპარატი მუშაობს სარექტიფიკაციო რეჟიმში. სარექტიფიკაციო რეჟიმი მოკლედ და გასაგებად რომ თქვა, გულისხმობს იმას, რომ მივიღოთ მაღალ ალკოჰოლური, მაგალითად 90%-იანი არაყი. თუმცა სარექტიფიკაციო რეჟიმიდან მარტივ დისტილაციაზე, ეგრეთ წოდებულ ფოთ სტილზე, მარტივ დისტილაციაზე, ანუ ძველი მარტივი აპარატების რეჟიმზე რო გადავიყვანოთ, ამისთვის მხოლოდ დაგვჭირდება ონკანის ჩაკეტვა, შესაბამისად დეფლეგმატორი ფუნქცია შეწყვეტს და აპარატი ხდება მარტივი დისტილაციის აპარატად გარდაიქმნება. ანუ ორთქლი ამოდის აქედან, გაივლის კვანძს, გაივლის მაცივარს, ანუ კონდენსატორს და მივიღებთ მარტივი დისტილაციით მივიღებთ პროდუქტს, რომელიც იქნება პროცენტულობაში, ანუ არყის შემცველობაში კლებადი თანდათანობით, ასეთ რეჟიმში როცა ვამუშავებთ, სპირტი იკლებს ნელ-ნელა და შესაბამისად ვიღებთ მარტივი დისტილაციით, გვეძლევა საშუალება ამ სისტემის წყალობით, გვეძლევა საშუალება მარტივი დისტილაციით მივიღოთ მაგალითად არომატული გული, არომატული სპირტი. კი ბატონო. როდესაც ეს არომატული სპირტი გარკვეული რაოდენობა მივიღეთ, მარტივი ასევე კვლავ დეფლეგმატორის მაგისტრალის გახსნის შედეგად გადავიყვანთ აპარატს კვლავ სარექტიფიკაციო რეჟიმში. ეხლა მაგალითად ეს დავკეტეთ, ეს უკვე თავის თავზე იმუშავებს, ხო? ეხლა ეს პროცესი არ არის ყველასთვის გასაგები ცხადია, მაგრამ ვინც ამ სფეროშია და თანამედროვე აპარატებზე მუშაობს, ის მიმიხვდება, ან ვინც დაინტერესებული ამ საკითხით, ისიც მიმიხვდება. კი ბატონო, მოკლედ მაღაზია სპირტაურაში აპარატები გადავიყვანეთ ამ რეჟიმზე და ამ ტიპის, ამ კონსტრუქციის სვეტი გვაძლევს ძალიან მარტივად, ერთი ხელის მოძრაობით, ასე ვთქვათ, ერთი ხელის მოძრაობით გვაძლევს ძალიან კომფორტულ და დიდ შესაძლებლობებს, ვარიაციებს, სხვადასხვა ტიპის არყის მიღების. არ ვიცი ახლა რამდენად გასაგებად გადმოგეცით ეს ყველაფერი.
თუმცა, ეხლა ცხადი ამან ოდნავ ხარჯი გააძვირა, ფასებშიც აისახება, დასამალი აქ არაფერია, თუმცა კომფორტის და არყის გამოხდის ვარიაციების და შესაძლებლობების თვალსაზრისით ძალიან მდიდარი სვეტი გახლავთ უკვე აი ეს ამ კონსტრუქციის სვეტი. აბა დროებით დაგემშვიდობებით, დაინტერესების შემთხვევაში მომართეთ, მე დიმიტრი მანჯავიძე ვარ, დეზერტირების ბაზარში მაქვს მაღაზია. ჩემი ტელეფონია 551 50 92 და მე გპირდებით და გთავაზობთ აპარატს, რომელიც თქვენ ძალიან ხელსაყრელ და ბევრ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ მიიღოთ სხვადასხვა ტიპის არაყი, სხვადასხვა არომატებით და სხვადასხვა სიწმინდით და ასე შემდეგ. აი ასე მეგობრებო, ეს სიახლე მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის. ბოდიში თუ ვიდეო ცოტა ხანგრძლივი გამომივიდა.